აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წელს განაახლა ყველა ის მიზნობრივი პროგრამა, რომლის საშუალებითაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ეზრდება ხელმისაწვდომობა როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებებზე. 2024 წლიდან 12 პროგრამის ფარგლებში ეს არის დაახლოებით 100 სამედიცინო მომსახურება, რომელიც გაეწევა ბენეფიციარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. წინა წლების დინამიკიდან გამომდინარე, იყო მაღალი მოთხოვნა როგორც თბილისში მაცხოვრებელი დევნილებისათვის, ასევე რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. შესაბამისად, რეგიონებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ის სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც ძირითადად ხორციელდებოდა თბილისის მასშტაბით. 2023 წელს ბენეფიციარების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამინისტრომ 2024 წელს ერთ პროგრამაში, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური კვლევები, გააერთიანა მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე პოზიტრონ-იმისიური ტომოგრაფია და სცინტიგრაფია. აღნიშნული კვლევების ჩატარება ბენეფიციარებს მათთვის სასურველ კლინიკაში შეუძლიათ. ცვლილებების გათვალისწინებით გამოვლინდა, რომ მოცვა პაციენტების მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც მოსახლეობა მომსახურებას იტარებს როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე აჭარის სამეგრელოს რეგიონებში. მათ აღარ უწევთ დამატებით ჩამოსვლა თბილისში მომსახურების მისაღებად, რითაც დაიზოგა ამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში ან რეგიონში დევნილთა წარმომადგენლობებში გარკვეული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, როგორიცაა პირადობის და დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე ფინანსური დოკუმენტაცია კლინიკიდან. განცხადებების მისაღებად თბილისში მცხოვრები ბენეფიციარები ცხადია თვითონ მომართავენ სამინისტროს და განცხადებასთან ერთად წარმოადგენენ საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო რაც შეეხება რეგიონში მცხოვრები დევნილები, მათი განცხადების წარმოდგენა ხორციელდება დევნილთა წარმომადგენლობების დახმარებით შუამდგომლობის სახით. ინფორმაცია პროგრამების შესახებ განთავსებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სამინისტროს Facebook გვერდზე.